2025 წლის დასაწყისში თბილისში ბინების გაყიდვები და ქირისფასი შემცირდა, ღირებულება კი მცირედით გაიზარდა. დივიზი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის იანვრის მიმოხილვის თანახმად, გასულ თვეში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შენელდა და გაყიდული ბინების რაოდენობა 2796 იყო, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით ნაკლები. ამავე პერიოდში გასაყიდი ფასი გასული თვის მაჩვენებელზე შენარჩუნდა კვადრატულზე $1023, რაც გასული წლის იანვრის ღირებულებას მცირედით 1%-ით აღემატება. 2025 წლის იანვარში გასაქირავებელმა ფასმა წლიურად 12%-იანი შემცირება აჩვენა, ფასი კვადრატულზე $10.7 იყო, ამონაგები კი 9.2%-მდე იყო შემცირებული. მიმოხილვის თანახმად იანვარში 725 ახალი ბინა გაიყიდა, შედეგად წლიური ზრდის ტემპმა 13%-ს მიაღწია. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა 11%-იან კლებას აჩვენებს და 2071 ბინას გაუტოლდა. შედეგად ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 26%-მდე გაიზარდა. ახალი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლის ჭრილში 2%-იან ზრდას აჩვენებდა, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში ზრდა 1.2% იყო. ჯამურად გაყიდული ბინების უდიდესი წილი 53%, ისევ და ისევ 50-დან 75 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მქონე ბინებზე მოდის.